10 წლის განმავლობაში მიმდინარე საგულდაგულო გაზომვების შემდეგ მეცნიერები იუწყებიან, რომ ფუნდამენტურ ნაწილაკს, სახელად W ბოზონს, იმაზე გაცილებით მეტი მასა აქვს, ვიდრე თეორია პროგნოზირებდა, რაც არყევს ჩვენი წარმოდგენის საფუძვლებს სამყაროს მუშაობის შესახებ. უმცირესი და ჩვენთვის აქამდე უცნობი ელემენტარული ნაწილაკების აღმოჩენის არაერთი პროექტის ფარგლებში მეცნიერება კაცობრიობისთვის სამყაროს ახალ ფანჯარას ხსნის. გარკვევა, რომ დიდი აფეთქების დროს დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ წარმოიშვა ნაწილაკები და ანტინაწილაკები. შემდეგ ხდებოდა მათი წყვილების ანიჰილაცია და შედეგად ენერგიის წარმოქმნა. უზარმაზარი ადრონული კოლაიდერების გამოყენებით თანამედროვე ფიზიკოსებმა უკვე არაერთი ასეთი ელემენტარული ნაწილაკი აღმოაჩინეს ლაბორატორიულ პირობებში. კიდევ ერთი ჩვენთვის ახალი, თუმცა აქამდეც ნაცნობი ელემენტარული ნაწილაკი W ბოზონია. W ბოზონი განაგებს ეგრეთ წოდებულ სუსტ ძალას, სუსტი ურთიერთქმედების ძალას, ბუნების 4 ფუნდამენტური ძალიდან ერთს და შესაბამისად არის სტანდარტული მოდელის დედაბოძი. თუმცა, ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, W ბოზონის ამ დრომდე ჩატარებული ყველაზე ზუსტი გაზომვები პირდაპირ ეწინააღმდეგება პროგნოზს. კვლევის ავტორის დიუკის უნივერსიტეტის ფიზიკოს აშუტოშ კოტვალის განცხადებით, 10 წლის განმავლობაში 400-ზე მეტი მეცნიერი მუშაობდა, რათა გულდასმით შეესწავლა W ბოზონის 4 მილიონზე მეტი კანდიდატი 450 ტრილიონზე მეტი შეჯახების მონაცემთა ბაზაში. ეს შეჯახებები, რომლებიც ნაწილაკთა წარმოუდგენელი აჩქარების შედეგად მიიღწა, შესწავლის მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ილინოისის შტატში, ტევატრონის კოლაიდერში ჩაატარეს. ის მსოფლიოში ყველაზე მაღალენერგიული ნაწილაკთა ამაჩქარებელი იყო 2009 წლამდე, როცა მას ჟენევის სიახლოვეს გახსნილმა დიდმა ადრონულმა კოლაიდერმა აჯობა. სწორედ ამ კოლაიდერში დააკვირდნენ გახსნილან რამდენიმე წელში ჰიგსის ბოზონს. ტევატრონმა მუშაობა 2011 წელს შეწყვიტა, მაგრამ მას შემდეგ ფერმილაბის კოლაიდერ დეტექტორის CDF-ის მეცნიერები მონაცემთა დამუშავებაზე მუშაობდნენ. კემბრიჯის უნივერსიტეტის ნაწილაკთა ფიზიკოსი ჰარი კლიფი, რომელიც დიდ ადრონულ კოლაიდერთან მუშაობს, ამბობს, რომ სტანდარტული მოდელი ალბათ ყველაზე წარმატებული სამეცნიერო თეორიაა, რაც კი ოდესმე შემუშავებულა. მისი განცხადებით, ამ თეორიას მომაჯადოებლად ზუსტი პროგნოზები შეუძლია, მაგრამ თუ ეს პროგნოზები მცდარი აღმოჩნდა, მოდელის უბრალოდ შესწორება შეუძლებელია. ბანკოსახლებითაა, ერთს ზედმეტად მიაჭერდა მთლიანად ჩამოიქცევა, ამბობს კლიფი. სტანდარტულ მოდელს აქვს საკუთარი პრობლემებიც, მაგალითად არ ითვალისწინებს ბნელ მატერიას, რომელიც მეცნიერთა აზრით ბნელ ენერგიასთან ერთად